სამი მიზეზი, რატომ ვერ იწყობთ ცხოვრებას და რატომ ვერ პოულობთ კარგ მეორე ნახევარს. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს საგვარეულო წყევლა, საგვარეულო ჯადო, ან ჯადო, რომელიც მეგობარმა გაგიკეთათ, მეზობელმა, ანუ ჯადო ნებისმიერი, რომელიც გაგიკეთეთ ადამიანმა, ვისთვისაც არასასურველი ხართ. მეორე, წარსული ურთიერთობები იმდენად ტოქსიური გქონდათ, რომ ძველი ბლოკები არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ამისათვის აუცილებლად გჭირდებათ წმენდის რიტუალი, რომ განთავისუფლდეთ ძველი ბლოკებისაგან და დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ისე უბრალოდ არაფერი არ მოდის. მაგალითად, როდესაც შორდებიან ერთ თვეში, ორ თვეში, როდესაც იწყებენ ცხოვრებას, იგივე გზით მთავრდება, ანუ სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაინც ერთ ადგილზე იტრიალებთ, სანამ წარსული ბლოკებისაგან არ განთავისუფლდებით. აუცილებელია წმენდის რიტუალი. და მესამე, რომელიც ასევე წმენდის რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელშიც არ ვითარდებით. ძველი ბლოკები გიკრავთ ხელს, ფეხს, არ ვითარდებით და იზიდავთ ისეთ მამაკაცებს, რომელ ადგილზეც თქვენ ხართ. განვითარებაში გულისხმობთ, გაქვთ რთული სამუშაო, გაქვთ წარსული ცუდი გამოცდილება, ხართ მუდმივად დეპრესიაში, არ აკეთებთ საკუთარი თავისათვის არაფერს. ყოველთვის საჭიროა წმენდის რიტუალი, რათა ადამიანი გონებისაგან განთავისუფლდეს და ჰქონდეს სუფთა გონება, რადგან სუფთა გონებით გადაწყვიტოს, რა პროფესია შეიძინოს. შეიძლება ხელნაკეთი რამეები გააკეთოს, ან თუნდაც პროფესია შეიცვალოს, მძიმე სამსახურს დაეხსნას და როდესაც ადამიანი სწავლობს და ვითარდება, მისი ცხოვრებაც კარგად მიდის. ამას აკეთებს ჩემი წმენდის რიტუალი, რომლის შედეგადაც ადამიანებს ცხოვრება 360 გრადუსით ეცვლებათ. წმენდის რიტუალში არ შედის მხოლოდ რიტუალი და გაწმენდა და ასე შემდეგ. ჩემი წმენდის რიტუალში შედის სილამაზის რიტუალი, ბარაქის რიტუალი, რომ ადამიანმა გაწმენდის შემდეგ თავისი ცხოვრებას ცოტა ხელი მიკრას, ყველანაირად დადგეს ფეხზე და მე თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა და რა არა.